და საზოგადოებაო. მე რას ნიშნავს გავიგე? საზოგადოება რას ნიშნავს? ნეტავი საგანია? უნდა ვისწავლოთ. საგანი როგორ იქნება? აბა გაიხსენეთ სკოლაში რა საგნებს სწავლობთ? ქართულს, მათემატიკას, ბუნებას, ინგლისურს, ჭადრაკს, მუსიკას, ისტორიას. სპორტს, ჩვენი საყვარელი საგანია. რას გოსწავლის ეს საგანი? დიახ, ბავშვებო, მე და საზოგადოება ეს საგანია. მე და საზოგადოებაც თქვენს მალე ისწავლით. ამ სიყვარულმა შევაქმნებინა ეს დროულები, რომლებიც წიგნებად ვაქციეთ და სახელმძღვანელოს თანაავტორებად ვიქცეთ. ბავშვებო, იცოდეს, ეს საგანი გვეხება ყველას. მოდი მოვუსმინოთ, რას ფიქრობენ ბავშვები. ჩვენ ვსწავლობთ საგანს. მე და საზოგადოება. ეს საგანი ჩვენ გვეხება. საზოგადოება ეს ჩვენ ვართ. მე ვარ საზოგადოების ნაწილი. საგანი მე და საზოგადოება ეს ცოდნა ცხოვრებისთვის. ჩვენ ვსწავლობთ, რომ მერე ცხოვრებაში ვიმოქმედოთ. მე ვსწავლობ, როგორ ვიყო კეთილი და სამართლიანი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ. ყველა იმსახურებს პატივისცემას. მე და საზოგადოება არის საგანი, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიყოთ კარგი ადამიანები. ოჯახი ჩემი პატარა სამყაროა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი. როცა ვიღებე, ჩემი ოჯახი შეღებეს. როცა მეწყინა და ჩემი ოჯახი მაწყარებს. ოჯახი იქ არის, სადაც ჯოდები. თითოეული ადამიანისათვის საზოგადოება ოჯახიდან იწყება. ოჯახში ერთმანეთს ვეხმარებით და ურთილებდებით. ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და პატივისცემაა. ოჯახი ერთად ყოფნას ნიშნავს, თამაშს, ფილმს და მეგობრობას. ჩემი ოჯახი, ჩემი ძალა. ოჯახი ნიშნავს, რომ არასდროს გავხდეთ. ოჯახში ერთად ცხოვრება ნიშნავს ერთმანეთის პატივისცემას. ოჯახი არის ადგილი, სადაც საუკეთესო მოგონებები იბადება. ოჯახში ყველა მიყვარს და ყველა მიცავს. წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი. მე ვამაყობ ჩემი წინაპრები. წინაპრების მაგალითი ვსწავლობთ სიკეთეს, გამბედაობას, სიყვარულსა და ერთგულებას. ჩვენი ფესვები ჩვენი წინაპრებია. ვინ ვარ ჩვენ წინაპრების გარეშე? ჩვენ ვიცავ წინაპრების დანატოვას, ვიცავ ჩვენი ძეგლებს და ისტორიას. ისტორიის პატივისცემა მომავლის შენებაა. როდესაც ვუწყვეტები ძეგლებს, ვუწყვეტები ჩვენს ისტორიას. წინაპრების მონაგარი ჩვენი მემკვიდრეობაა. ტრადიციები გვასწავლის სიყვარულს, პატივისცემას და ერთობას. ჩვენ ძველი ტრადიციები ახალ თაობას და გადავცეთ. ტომარ მასპინძლობა, ჩოხა, ქართული სუფრა, ეს საქართველოა. ტრადიცია გვიჩვენებს ჩვენ ქართველობას. ტრადიციის დაცვა ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას. ვისაც ტრადიცია უყვარს, ის საკუთარ ერთად აფასებს. ტრადიცია გვაერთიანებს ოჯახად, ერად, ხალხად. ჩვენი ტრადიციები, ენაც და სიმღერაც მემკვიდრეობა, რომელიც შენარჩუნებას საჭიროებს. ციხე-ქალაქები, ძველი ხელნაწერები და ხალხური სიმღერები ეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა. კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი წარსულია, რომელიც აყალიბებს ჩვენს მომავალს. მემკვიდრეობა ეს ჩვენი ძალაა მომავალში. კულტურული მემკვიდრეობა ჩვენს ფესვებზე გვყვება. ჩვენი ვალია დავიცვათ ძველი, რათა ახალმა ფესვები იბრძნოს. მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის კულტურით და მინდა რომ ყველა იცნობდეს. ტოლერანტობა ნიშნავს სიყვარულს განსხვავებულის მიმართ. ტოლერანტობა ნიშნავს გულით მოსმენას. ჩვენს მეგობრობაში ადგილი აქვს ყველას განსხვავებულსაც. ჩვენ ყველა განსხვავებული ვართ და სწორედ ეს გვაქვს უნიკალურად. მეგობრობა ტოლერანტობით იცვლება. ტოლერანტი ადამიანი სამყაროს ფართოდ უყურებს. მე და საზოგადოება მასწავლა რა არის ტოლერანტობა. ტოლერანტობა ნიშნავს იმას, რომ უსმენ სხვას და ვიღებ ისეთად, როგორიც არის. ტოლერანტობა არ არის მარტო სიტყვა. ის ჩვენი ყოველდღიური ქცევაა. ჩვენ ვისწავლეთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ეროვნებას თუ რწმენას. ყველა თანასწორია კანონის წინაშე. თანასწორობა ნიშნავს, რომ ყველას აქვს ერთნაირი უფლება. უნდა გვახსოვდეს, როგორც უფლება მოვალეობას მნიშვნელოვანია. კანონი ყველას იცავს, დიდსაც და პატარასაც. მე ვაღიარებ სხვებისაც.
თუნდაც არ ვეთანხმებოდე. დახმარება პატარა საქციელითაც იწყება. სიყვარული, პატივისცემა და თანასწორობა ჩვენი წესებია. მე ვამბობ არაძალათობას, ისე მიყურე, როგორც თანასწორს. საგანმა მასალა თუ როგორ დავიცვა ჩემი უფლებები და პატივისცე სხვის უფლებებს. ეს კი ჩემი მოვალეობაა. ჩვენ ვსწავლობთ უკონფლიქტოს ცხოვრებას. ისი რა გვეხმარება უკონფლიქტოს ცხოვრებაში? ესაა ნდობა, ურთიერთპატივისცემა, სიკეთე, სიყვარული, სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. მე ვიცავ ბუნებას ჩემი ქვეყნისთვის. ბუნების დაცვა ყველას მოვალეობა. ჩვენ ვართ პატარა მოქალაქეები, მაგრამ დიდი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ბუნების დაცვის საქმეში. ბუნება ჩემი მეგობარია. მომავალი პროფესიის ჩემს ქვეყანას ვეხმარები. პროფესია ეს ჩემი გზა, ჩემი არჩევანია. პროფესია ოცნებიდან იწყება. მე უკვე ვიცი, რაზეც ვოცნებო. ფულის გამომუშავება იოლი რომან ყოფილა ესეც ხომ გავიგეთ. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ გაცემა და გამოცვალოთ ამ საქციელით მიღებული სიხარული. შენი ჯანმრთელობა შენზეა დამოკიდებული. ესეც ხომ გაიგე? ჩემი ქვეყანა იქ იწყება, სადაც პასუხისგებლობა იწყება. დავშობლო სახლის გურბილიდან იწყება. ამიტომ თუ ზრუნავ, თუ გიყვარს, გული თუ გულშემატკივრობ შენ ქალაქს, უბანს, სოფელს, შენ სამშობლოდ ყვარებია. ერთად სიყვარულითა და ერთობით ავაშენებთ ძლიერ ქვეყანას. საქართველო, ეს ჩემი წინაპრები, ტრადიციები და მომავალი. ქართველო, ჩვენით იწყება. ჩვენ ერთად ვქნით უკეთეს მომავალს. ვისწავლოთ, ვისშრომოთ და შევუქმნეთ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე. იზოლე ჩვენ სწავლობთ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ მომავალი და მომავალს ახლა ვქნით. ჩვენი პატარა საქმე დიდი ნაბიჯია ქვეყნისთვის. მე ვსწავლობ, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩემს ქვეყანას. მე ვარ პატარა მოქალაქე, დიდი გულით. შენც გახდი აქტიური მოქალაქე. შეცვალე სამყარო უკეთესობისკენ. მოდით ვისწავლოთ საგანი, მე და საზოგადოება და ვიყოთ აქტიური, ღირსეული მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა.